ყველაფერი მახსოვს აბსოლუტურად. აი სახლი როგორი იყო, ეზო როგორი იყო, აი ყველაფერი. ანუ არ დამიწყები არაფერი. მეტირება. მე ვარ თამარ ქირია, დავიბადე სოხუმში. ჩვენი იქიდან წამოსვლა იყო ძალიან ძნელი. ჩვენ ისე წამოვედით, ანუ მე, დედა და ჩემი ძმა ისე წამოვედით, რომ 2 თვის მანძილზე მამაჩემის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. იმიტომ ისინი იქ დარჩნენ ფაქტიურად და სვანეთიდან გადმოვიდნენ მამა და ბიძა. და ამიტომ მე მახსოვს, რომ ყოველ საღამოს კართან ასე ვიდექი და ველოდებოდი, რომ მეთქი დღეს მოვა მამა. არ მეგონა თუ ეს ემოციური იქნებოდა ავდიო. თან მაშინ ვიყავი სულ სადღაც 6 წლის ფაქტობრივად მარტო პირველი კლასიც არ მქონდა დამთავრებული სოხუმში. არ მეგონა რომ ესეთი ემოციური იქნებოდა გახსენება, იმიტომ რომ როცა ომს გამოვიდა, ბევრ გაჭირვებას გამოვიდა, ცდილობ რომ რაღაც ანუ არ იფიქრო და წახვიდე სულ წინ. და სულ იყო ძლიერი და სულ ყველაფერი გადალახო და ამიტომ ხანდახან დგება მომენტი რომ უკან უნდა გადაახვიე ყველაფერი და იფიქრო. ამიტომ ეს ხათაშორის ეს წლები არ მიფიქრია, სულ მივდიოდი წინ და სულ ვცდილობდი რომ კარგად მესწავლა, კარგად მემუშავა და ყველაფერი გამეკეთებინა მართლა საუკეთესო დონეზე. მამამ ასევე მთელი სოხუმის თეატრის ესე ვთქვათ დასი შეიკრიბა და ჩამოაყალიბეს თბილისში სოხუმის თეატრზე შეიკრიბნენ. მამამ დაიწყო თეატრში მუშაობა როგორც სცენის მუშა. შემდეგ თანდათან ბატონ დიმა ჯაიანთან ერთად ცხონებული და სხვათა შორის მათი დამსახურებაა რომ მე დღეს აქ ვარ. იმიტომ რომ სოხუმის თეატრისთვის შემდეგ როცა ეს ბატონმა ესვანჯიამ და ლეო ლუკა ორლანდო მაშინდელმა პალერმოს მერმა რომ ესეთი ერთობლივი პროექტი განახორციელეს, მათ შორის მოხვდი მეც. და იქიდან დაიწყო ფაქტიურად ჩემი მთელი ცხოვრება, ახალი ცხოვრება, ესე ვთქვათ, თუ შეიძლება ახალი ცხოვრება დავარქვათ. გაძლე ვიყავი ხელოვანი ხალხის ოჯახში და აქაც მოვხვდი ხელოვანი ხალხის ოჯახი მაქვე გამიმართლა. პირველი კურსი როცა დავამთავრე, ბატონმა პიეტრომ შემომთავაზა, რომ მოდიო, მაინც აქ უკვე მეგობრები გყავსო, გვაკლი ხარო და ყოველ წელს მიწვევდნენ. და მითხეს უკვე 18 წლისაც გახდი, უკვე შეგიძლიაო, რომ ჩამოხვიდეო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე პალერმოს აკადემიაში ჩამებარებინა. არ იყო ადვილი ნამდვილად, იმიტომ რომ სტანდარტები არის სხვადასხვა. ну როგორც იქნა მოვემზადე 1 წელი ჩავაბარე და 2007 წელს ავიღე აკადემიურ დიპლომი როგორც დიზაინერი და მინდოდა რომ გაეცნოთ თვითონ პალერმოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მასწავლებლებს უნივერსიტეტში რა კულტურიდან მოვდიოდი. იმიტომ რომ ხანდახან ისეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ საქართველოში ეს გაქვთ, ის გაქვთ, ანუ საქართველოს არავინ არ იცნობდა ფაქტიურად მაგ წლებში და ვეცადე რომ ამ ჩემი დიპლომის დაცვით გამეცნო ქართული მუსიკა, ქართული ხელოვნება, თუ რა მრავალფეროვანი ტრადიციული ქვეყნიდან მოვდიოდი. შემდეგ უკვე დიპლომი რო დავიცავი მილანის აკადემიაში ასევე დავამთავრე, გავიარე სტაჟირება. მილანის Fashion Week-ზე მივიღე მონაწილეობა, სხვადასხვა პრემიები მივიღე. ну სიცილის პარკლებში თუ რამე იყო გამოსვლები და ესე ვთქვათ დეფილეები, ყველაში მონაწილეობა მაქვს მიღებული და ყველგან პრიზით ბრუნდებოდი ფაქტად, ანუ ცდილობდი რომ მესახელებინა ჩემი ოჯახი და ასევე საქართველო, ასევე ის ჩემი კუთხე, ის აფხაზეთი, რომ გამემართლებინა. როცა აქ ჩამოდიოდი, რატო ვძნობდი თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ სახლში როცა ვრუნდებოდი, მხვდებოდა დედა, მამა, ჩემი ძმა, რომელიც უფრო დიდი იყო, ანუ უფრო ბევრი რამ გადაიტანა მან. მე კი ვიყავი 6 წლის, მაგრამ 6 წლის ბავშვი როცა თავის ოჯახთან ერთად არის, უფრო ადვილად გადალახავს. არ იყო დღესასწაული, არ იყო შაბათ-კვირა, რომ ჩემთვის რაღაც არ ეჩვიგებდა, მე ყველაფერს ვაგროვებდი. და ვცდილობდი, რომ თბილისში რო ჩავდიოდი ამ 3 თვის მერე, რომ რაღაც მომეგროვებინა რაღაცა ფული და ყოველთვის რომ რაღაც ჩამეტანა. ამ ყველაფერს რო გაივლი ხო, მე უკვე ცხოვრება სხვანაირად უყურებ. არ გაქვს იმის უფლება, რომ შეგეშალოს.
უნდა იყო ყოველთვის ძლიერი, უნდა გადალახო ყველაფერი. ჩემი აქაური იტალიური მეგობრები მეუბნებიან ყოველთვის შენ სხვანაირი ხარო. შენ უფრო აიცი რა რაღაცა რა მოხდება, მე რა წავიდე წინ. ანუ შენ უფრო სხვანაირი გაქვს და მე იმას ვამბობ, როცა გამოივლი ომს, ერთს, მეორეს, აქ რო ჩამოხვალ და თავიდან იწყებ ცხოვრებას, თუ ეხლა 11 წლის ბავშვი როცა ჩამოდის აქ არავის არ იცნობ, იზრდებოდი ჩემი მშობლებთან, ამიტომ იზრდები ადრეულ ასაკში. ქოს და აი ეს ბავშვობიდან გადახტი უკვე დიდი ასაკის, როგორც დიდი ასაკის ადამიანი ხარ უკვე. დღეს ვარ დიზაინერი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდოდა, იმიტომ რომ რადგან თეატრის სცენაზე გავიზარდე, კულისებში, იქ კაბების მორგება, ანუ ეს ყველაფერი ჩემ ბავშვობაში უკვე ფაქტიურად დიდო. და მოვახერხე, რომ ეს პალერმოში განმეხორციელებინა. მაქვს ჩემი ბრენდი, თამარქირია, დარეგისტრირებული ბრენდი და მუშაობ ახლა პალერმოს ერთ-ერთ პრესტიჟულ საქორწილო კაბების შოურუმში, ჩემი პროფესიით. ვაწარმოებ როგორც კი აქსესუარებს, ასევე კაბებსაც. ჩემი ხაზი მაქვს თამარქირია. ქვევით მითითებით ჯორჯიან დიზაინერ რო იცოდნენ, რომ აი მაინც ხაზი უნდა გაუსო, რომ ქართველი. მუშაობ პარალელურად. ჩემი ბრენდისთვის და ასევე სხვა ბრენდებისთვისაც. სხვადასხვა კოლაბორაციები მე ხდება აქაურ დიზაინერებთან ერთად. თუ რაღაცას მიზნა დაისახავ, გამოგივა. ყველაფერი გამოგივა. აი ადამიანის ტვინი ისეთი ძლიერია, რომ ჩვენ კარგად არ ვიცით, მაგრამ თუ შენ თავს დაარწმუნებ იმაში, რომ შენ ეს შეგიძლია, გააკეთებ. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რის ხარჯზე? ხდება შრომის ხარჯზე. თუ შენ არ იშრომე, თუ შენ რაღაცა კომპრომისზე არ წახვედი, არაფერი არ გამოვა. ამიტომ ახალგაზრდებს ვინც ვეტყვი ყველას იმას, რომ ეცადნონ, რომ პირველ დაბრკოლებაზე უცებ არ გაჩერდნენ. წავიდნენ, აი სულ წინ უნდა იარო ყოველთვის და ეცადო, რომ შენი საქმე გააკეთო კარგად. მუდამ ისწავლო. გავიცანი აქ ასევე ბევრი აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვი პატარები ვიყავით მაშინ და დღემდე ერთად ვართ, ერთად მეგობრებთ. ანუ აქ პალერმოშიც მოვახერხეთ, რომ ჩვენი პატარა საქართველო შევქმენით. კი, ნამდვილად. სახლი მართლა თვალწინ იდგას ყოველთვის. ჩვენი სახლი, ჩვენი ხალხი დაიბომბა და ბევრი რაღაც არ დარჩა, მაგრამ ბებია და ბაბუეს სახლი, ეს ყველაფერი ხო გრჩება და ჯერა, კი. ჯერა რა დავბრუნდებით.